მოკლედ, როგორც კი ლუზერები გამოჩნდებიან, წყლის ბურთებს ვესვრით მათ. კი, ეს ძალიან სახალისო იქნება. ამას იმიტომ ვუკეთებთ, რომ ლიმონათი არ მოყიდეს. ჩვენ გავაფრთხილეთ, ლუზერებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან აქ ყველაზე მაგრები. დღეს მინიმუმ 100 ჭიქა ლიმონათი და 50 ნაყინი უნდა გავყიდოთ. 50 ნაყინი ძალიან ბევრი ხომ არ არის? სულაც არა, გუშინ 45 ნაყინი გავყიდეთ და ეს ყველასთვის საკმარისიც კი არ აღმოჩნდა. გონი შარვალში ობობა ჩამიძვრა. და აქ ობობები არ არიან, რაც უფრო მეც გავყიდით, მით უფრო მეც ვიშოვით. ლუზერები მოდიან, მოამზადეთ წყლის ბურთები. ჰეი, ლუზერებო, რა გინდათ? ეს იმისთვის, რომ ლიმონათები არ დაგვალევინეთ. აი შენი წეული ლიმონათი. ხომ გითხარით, რომ სახალისო იქნებოდა მეთქი? გამარჯობა ბიჭებო. ჰეი, გოგონებო. ბიჭებო, მოდით ფეხბურთი ვითამაშოთ. კარგი ვითამაშოთ. შენ თამაშიც კი არ შეგიძლია და არ შემიძლია? იცი რა მარტივად დაგამარცხებ? დავდოთ ფსონი. $100 ჩამოვდივარ. ბენს, ჩაჭერი. 3-0. სტეფ, აგებ. ამ თამაშს ვერაფერი გავუგე. იმ ნაძირლების გამო სულ დავსველდი. კამილს ყველაფერი ვუთხრათ და ის დაგვეხმარება ამ საქმის მოგვარებაში. უთხრათ. შეხედე, ვიღაცამ ლუზერებს წყალი გადაასხა. არ მაინტერესებს. Yes! სტეფ, შენ საკუთარ კარში გაიტანე გოლი. ჯანდაბა. გოგოებო, ახლა ჩვენი ჯერია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ. შეიძლება ცოტა ხანს დაგველოდოთ? არა, არ გვინდა ლოდინი. ახლავე უნდა ვითამაშოთ. არ გესმის? ხმამაღლა და გასაგებად გითხრა. მოიცადე ცოტა ხანს. გოგოებო, გთხოვთ, ახლავე უნდა ვითამაშოთ. $100-ზე დავდეთ ფსონი. დამანებე თავი. თამაშს ვაგებ და შური უნდა ვიძიო ამისთვის. გასაგებია, გვინდო და მშვიდად გვეთხოვა, რომ დაგეთმოთ ჩვენთვის. დაგვიბრუნეთ ბურთი. დაგ, შენ რა სულელი ღარ? მოგვეცი ბურთი. დაგ, შენ რა, ბურთი გადაყლაპე? წავალ და კამილს ვეტყვი ამ ყველაფრის შესახებ. ამის გამო პრობლემები შეგექმნებათ. ჩვენ კამილის არ გვეშინია. ზუსტადაც. არ დაიხრჩო. შენი ახალი პომადა ისეთი ლამაზია. ახალი პომადა მოხდა ახალი ტუშიც. შეგიძლია რომ მათხოვო? რა თქმა უნდა. შეხედე, რა მაგარი სპორტული ფეხსაცმელი ვიპოვე. ხო, მაგარია. მეც მაჩვენე რა, მაგიდიდან შენი ჭუჭყიანი ფეხები მოაშორე რა. ფეხები ჭუჭყიანი არ მაქვს. წინდებს ყოველდღე ვიცვლი. ბიჭებო, პრობლემა გვაქვს. კალათბურთელები ისევ ჩაგრავენ. ფეხბურთს თამაშობდით და მათ გავგვაგდეს. სულ გაგიჟდნენ? წადით და გაუნკლავდით მათ. კი, ცემა მოუხდებათ მათ. ძალიან მესიზღებიან ეს კალათბურთელები. წყლის ბურთებს გვესროდნენ. ყველანი სველები ვართ. ლიმონათის გაყიდვაში ხელი შეგვეშალა. რა ჯანდაბას აკეთებენ ეს კალათბურთელები? ხელს კამპუსს ავიწროვებენ. მოდით, წავიდეთ მათთან. დავიწყდათ ვინ არიან აქ მაგრები. წავიდეთ. ჰაჰა, წააგე. მომეცი ჩემი $100. არ მოგცემ, რადგან შენ თაღლითი ხარ. მე არ ვარ თაღლითი, ეს შენ ხარ. ეს უსამართლობაა და შენ ფსონი დადე. როგორც კი ფული მექნება, მოგცემ მეთქი. მორჩა, თქვენი თამაში აქ დასრულდა. გოგოებო, ახლა შეგიძლიათ ითამაშოთ. რა ჯანდაბა? რა იყო პრობლემა გაქვს? გითხარით უკვე, რომ ახლა ჩვენი ჯერია. შენ გექნება პრობლემა, თუ აქედან 1 წამში არ გაქრები. 1 წამი უკვე გავიდა. აბა, რას გვიზამთ? ბრძოლა გინდათ? ჩვენ შეგვიძლია ვიჩხუბოთ. დედა რეკავს. გამარჯობა დედა, ახლა ვერ გელაპარაკები, კამპუსში ვარ. ჩხუბი იწყება. არა, მე არ ვჩხუბობ დედა. გთხოვ, სახლში წასვლა არ მინდა. კარგი რა დედა. წუწუნა. აბა ჩხუბი გინდა? შეგვიძლია სპორტდარბაზში წავიდეთ და იქ ვიჩხუბოთ. კარგი, წავიდეთ და ვიჩხუბოთ. კარგი ვიდეოა. კამპუსის ჯგუფის ჩატში გავგზავნით.
ოლივკა ჩერჩი ვიღაც ამბობს, რომ კამილი და ბენსი ისევ ჩხუბობენ და სპორტ დარბაზში ჩხუბი აქვს დაგეგმილი. სამწუხაროა, რომ ვერ ვნახავთ, საყიდლებზე წასვლა გქონდა დაგეგმილი. შოპინგი გაუქმებულია. ჩემი ბენსი დღეს იჩხუბებს და მე მის გვერდით უნდა ვიყო. ეს და მისი ბენსი. აბა, ვინ არის პირველი? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თითოეულ თქვენგანს ცალ-ცალკე მოგიყვარებთ და მერე ჩვენს ფეხბურთს დავუბრუნდებით. მომისმინეთ კალათბურთელებო, თქვენ ისეთი მაგრები არ ხართ, როგორადაც ცდილობთ წარმოაჩინოთ თავები. ახლა უკვე ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ. და რა მოაჩინე შენს ძვირფას ბიბლიოთეკაში, ნერდო? დენს, პირველ კლასში შენ შარვალში იბსამდი. მე? ეს სიმართლე არაა. პატარა ქვეშაფსია. ახლა შენი ჯერია ბენს. გოგომ გცემა და ამის გამო იტირე. რა? მართალია ბენს? მართლა გჯერა იმ ნაძირალის? იტყუება. ახლა კი შენი ჯერია დაგ. ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია. შენ წინა სკოლაში ლუზერთა კლუბს მიეკუთვნებოდი. ნუ დაუჯერებ, მე ყოველთვის მაგარი ტიპი ვიყავ. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუ გავიგებ, რომ მართლა ლუზერი იყავი, იმავე წამს გაგაგდებ. ლუზერი არ მჭირდება. გავაგრძელოთ? თქვენ ფიქრობდით, რომ არასდროს არაფერი ცუდი არ დაგმართნიათ? ყველამ შეიძლება შეცდომა დაუშვას. მერე რა? მართლა ლუზერი იყავი? მე გითხარი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოდი ვითამაშოთ თამაში. იყო თუ არ იყო? მე მაგალითად არასდროს დამიშვია შეცდომები. მოდი გავაკეთოთ ეს, მაგრამ მოტყუებებს არ ვართ. ბენს, მე ყოველთვის მაგარი ტიპი ვიყავი. გითხარი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ მეთქი. ამ თამაში ტყუილის თქმა არ შეიძლება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა თქვას სიმართლე. ლუზერებით დაწყებული, მაგრებით დამთავრებული. ფიცავ, რომ არ მოვიტყუები. ფიცავ, მე მატყუარა არ ვარ. ფიცავ, რომ არ მოვიტყუები. ფიცავ, ადმინისტრატორი არასდროს იტყუება. მეც ფიცავ. ფიცავ, არასდროს ვიტყუები. გეფიცებით, ბენსი არ იტყუება. გეფიცებით, ფიცავ. მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ, ასე რომ პირველი კითხვა კალათბურთელ დენს ეხება. რატომ ვარ პირველი? რა კითხვა გაქვს? ოდესმე ტუალეტში ტუალეტის ქაღალდის გარეშე შესულ ხარ? თუ ტუალეტში არ დამხვედრია, მაშინ კი გამიკეთებია ასე. თუ ისი ხარ დაგხვდება? კი, გამიკეთებია ასე. ოჰ! ასე რომ შემდეგი მე ვარ. მე ვკითხავ. ლორას. ცოტა ვნერვიულობ. ლორა, ოდესმე კამპუსში საცვლების გარეშე მოსულ ხარ? ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ თითქმის ყოველთვის ლიფის გარეშე დავდივარ. მერთო ჩემო, დილან, ლორა კამპუსში ლიფის გარეშე დადის ხოლმე. ხო. ჩემს შეყვარებულს ვკითხავ. კარგი, ეს უკვე საინტერესოა. ბენს, ოდესმე გიყურებია გოგოებისთვის გასახდელში? მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს თემა. მე შენ გიყურებდი. კარგი, მხოლოდ მე თუ მიყურებდი, არა უშავს. ხომ ხედავ რა გულახდილი ვიყავი, მაგრამ ბენს, როდესაც მათ გასახდელში ვიყურებოდით, იქ ბევრი გოგო იყო და მე მხოლოდ ლორას ვიყურებდი. კარგი, მე ახლა კამილს დავუშვამ კითხვას. მშობლებისთვის ფული აკიცლია ისე, რომ მათთვის არ კითხოვია? კარგი, დავფიქრდები. კი, კარგი, ვფიქრობ, რომ ამიცლია. არ მომიპარავს, უბრალოდ ავიღე. არ ვიცი ეს ქურდობა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, მაგრამ კი, უბრალოდ ავიღე.
კამილი გულწრფელი იყო, ასე რომ ჩემი შემდეგი კითხვა ოლივიასთანაა. აქ ხარ? მზად ხარ კითხვისთვის? დიახ. ოდესმე მოგიწევია სიგარეტი? ოღონდ სიმართლე უნდა გითხრა. აბა ყველა ვუკრავთ ტაშს. კარგი, საკმარისია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, აღარასდროს მინდა ამის გამეორება. შენი საუკეთესო მეგობარი ისეთი წმინდანი არ არის, როგორც ჩანს. არ მგონია სიგარეტის მოწევა არ გეცადოს შენს? მე არასდროს მიცდია. აჰა, კარგი. ახლა მე უსვამ ჩემს კითხვას ამინას. კარგი? წავიდა. ოდესმე მოგიპარავს მაღაზიიდან რამე? მგონი ის ფიქრობს. არა, მე ვფიქრობ კი არა, ზუსტად ვიცი რომ არ გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ. ამინა, მე რომ მახსოვს ჩვენი დასვენება ტაილანდში, ასე არისო? მე არ მომიპარავს. მე დავაბრუნე. მე ის უკან დავაბრუნე. მიზეზები, დაგინახე როგორ მოიპარე საღეჭირეზინა ამინა. და შემდეგ მე ის უკან დავაბრუნე. ჰეი, კალათბურთელო, ერთხელ წიგნების მაღაზიაში ვიყავი და ძალიან მინდოდა ამ ერთი წიგნის მოპარვა, რადგან ძალიან ძვირი ღერდა, მაგრამ მე არ მომიპარავს. ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იყო, პონკა. ახლა კითხვას უსვამთ ბუშტს. ოდესმე ზღვაში მოგიშარდავს? არას თუ იტყვი, არ დაგიჯერებ. თუ ოდესმე ბუშტს ზღვაში დავინახავ, მის შემდეგ წყალში აღარასდროს შევალ. დარწმუნებული ვარ, ყველას ერთხელ მაინც მოუშარდავს ზღვაში. შენც ხომ გიქნია? მეც მიქნია. კარგი, ახლა ჩემი კითხვა დილანს შეეხება. კარგი. დილან, ოდესმე ფრანგულად გიკოცნია გოგოსთვის? ჯანდაბა, არც კი ვიცი რა ვთქვა ამაზე. კარგი, როგორც თავმოყვარე ადამიანმა, მე ვიტყვი რომ კი, მიკოცნია. გაიგე დენს? ლუზერმაც კი ენით აკოცა გოგოს. შენ კი არ შეგიძლია. მეც ვაკოცე, ფიცა ვარ. ჩემი კითხვა ადმინისტრატორ მენდისთვისაა. მენდი, ოდესმე ცხვირში თითი შეგიყვია ხალხის წინაშე? ახლა კი გულწრფელად გითხარი. იტყუები, რატომ არ მიჯერებ? არასდროს შემიყოფია თითი ცხვირში საჯაროდ. ჯანდაბა. მეც გითხეთ რამე ვინმე რა გთხოვთ? დაგთან მაქვს კითხვა, ლორა, დაგს გადაეცი. მაშ ოდესმე მეგობრებთან ერთად გაგიფუჭებია ჰაერი? ხო, მეც მაინტერესებს. შენ დაიფიცე. ეს ნორმალურია. და მე კიდევ ფიქრობდი, რატომ ყარდა ჩვენი გასახდელი ყოველთვის ასე და ჰაერის გამფუჭებელო. ყველა აფუჭებს ჰაერს. ჩემი კითხვა ამჯერად ფაზლს ეხება, მეგობრებო. ფაზლ, ოდესმე ჩაგიცვამს ქალის საცვალი, მაგალითად ტრუსი ან ლიფი? გონი კი? თუ ის არას იტყვის, ჩათვალე ის იტყუება. კარგი, არა, საცვლები არა. მეგობრებო, დღეს ბევრი რამ შევიტყვეთ ჩვენი კამპუსის წევრების შესახებ. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენ სახელ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას! Say no.